მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბებით 13 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მე-9 რეგიონულ კონფერენციას ამჯერად ამბროლაურმა უმასპინძლა. ორგანიზაციის ბორდის წევრები რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრას ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდების როლზე ქვეყნის რეგიონისა და ქალაქის განვითარებაში. შეხვედრის მთავარი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ძირითად თემებად დასაქმება და განათლების რეფორმა დასახელდა. კონფერენციების მიზანია სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში. შეხვედრების ფარგლებში გაჟღერებული საკითხები სამუშაო რეჟიმში გადადის და მათი განხორციელებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები საქართველოს 10 რეგიონში იმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს. ხაზგასმა იყო ემიგრაციაზე, ხაზგასმა იყო ტურიზმის განვითარებაზე და ასევე სამუშაო ადგილებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში საკითხები რაც იყო დასმული ეტაპობრივად მოგვარდება და გადაიჭრება, რა თქმა უნდა, ემიგრაცია გრძელვადიანი საკითხი არის და რაზეც ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდებთან ჩართულობას და კომუნიკაციას, მე ვფიქრობ, ეს ნაწილი შედგა, ამ შეხვედრებმა გამოიღო შედეგი, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ამ რეგიონებში და ქალაქის დასკვნითი შეხვედრით. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ღირსეულად შევძლებთ, რომ გავხსნათ მათთან კომუნიკაცია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების მიერ იმ გამოწვევებზე, რაც მათ აწუხებთ. მათ შორის ყველაზე პრიორიტეტული, ასე ვთქვათ, გამოწვევა გახლდათ მიგრაცია, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა, ჩვენმა ხელისუფლებამ აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა საიმისოდ, რომ უშუალოდ რეგიონში იყოს ძალიან ბევრი შესაძლებლობა შექმნილი ახალგაზრდებისთვის, რათა უზრუნველყოთ ის, რომ ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ისევ ამ რეგიონის განვითარებას მოხმარდეს. დროთა განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო კარგად და ნათლად პრაქტიკაშიც დავინახეთ უშუალოდ ამ შეხვედრების მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ამას ექნება განგრძობითი ხასიათი მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა არის დარჩენილი უშუალოდ ამ პროექტის განმავლობაში და შესაბამისად განგრძობითი ხასიათით და ამა და სხვა შინაარსის შეხვედრებით კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება ახალგაზრდების ჩართულობაზე, მათ ყოველდღიურ გამოწვევებზე და მათ ხედვაზე, როგორ უნდა განვითარდეს პერსპექტიულად მათი რეგიონი. მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, ვფიქრობ, ჯანსაღი კომუნიკაციისთვის და ჩართულობისთვის. ძალიან სასარგებლო დიალოგი გქონდა დღეს, ძალიან ბევრ კითხვაზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შორის ასეთი ჯანსაღი კომუნიკაცია კიდევ გაგრძელდება შემდეგშიც. ძალიან კარგი არის ასეთი შეხვედრები, როდესაც ამდენი ადამიანი არის ჩართული განხილვაში თუ რა არის გასაკეთებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ძალიან კარგი იქნება თუ ესეთი პროცესები კიდევ გაგრძელდება. სავიზო რეგულაციების ფარგლებში ქართული მხარის მონაწილეობით ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ პოსტების საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შეხვედრაში საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ევროკავშირის სავიზო რეგულაციის თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით 11 ივნისს ქალაქ ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით. სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით 17 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ბოლო 3 დღის განმავლობაში ჯამში 212 მოწყობილობა ამოღებული. გამოძიების ვერსიით აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება და ციფრული ვალუტის არალეგალური გენერირება ხდებოდა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა დროს ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის, ასევე თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს. დაკავებულებისგან 4 წარსულში ნასამართლებია და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება. არასრულწლოვანებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მათ საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიემალნენ. ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მათ საწინააღმდეგო
საგამდეგო თაღლითურად დაეუფლა. შედეგად სხვადასხვა დანაშაულების სავაჭრო ობიექტებს $30,000-მდე ფინანსური ზარალი მიადგა. სამართალდამცველების მიერ ამოღებულია ათეულობით სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ზებნილი თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ. სამართალდამცველებმა მსჯავრდებულების ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა. ახალი ლექტორის თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა. გეკა გელაძემ სოფიო აბულაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. სოფიო აბულაშვილს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ახლად დანიშნულმა რექტორმა გამოცხადებული ნდობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თანამდებობაზე სოფიო აბდულაშვილმა მალხას ჩიტაია შეცვალა. გეკა გელაძე მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. საქართველოს დელეგაცია მათენში საერთაშორისო საზღვაო გამოფენა პოზიდონია 2026-ზე საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები, საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხები განიხილა. შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო საზღვაო კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი მეზღვაურების მაღალ კვალიფიკაციას, ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს და საქართველოს როლის ზრდას რეგიონულ სატრანსპორტო დერეფანში. პანელურ დისკუსიებზე ასევე გამოიკვეთა მწვანე პორტებისა და საზღვაო სფეროში თანამედროვე უნარების განვითარების მნიშვნელობა. საქართველოსთან გამოფენაში 12 საზღვაო კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ მეზღვაურთა დასაქმების ბაზრის გაფართოება. სწორედ ამ მიზნით ჩვენი შეხვედრები ემსახურებოდა საქართველოს საზღვაო პოზიციების გაძლიერებას. ბევრი სასარგებლო შეხვედრა გავმართეთ ჩვენ კოლეგებთან ერთად, გაუზიარეთ გამოცდილება სხვადასხვა კომპანიებს ახალი ბაზრების ძიებაში. დღესდღეობით 1200-მდე ქართველი მეზღვაური დასაქმებული არის პოლონიაში, ხანეთბენ ჯორჯიას და ჩვენთვის სასაუბრო ბევრი სხვადასხვა საინტერესო თემა იყო. ასეთი ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კავშირების დამყარებისთვის და კიდევ უფრო მეტი ქართველი მეზღვაურის დასასაქმებლად. იუსტიციის მინისტრმა პაატასალიამ გაეროს მუდმივ კოორდინატორთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებსა და გაეროსთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების და პენიტენციურ სისტემაში მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. იუსტიციის მინისტრმა გაეროს მუდმივი კოორდინატორი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელსაც თბილისი მომდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მომადგილესთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სამინისტროებს შორის მიმდინარე წელს გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით პირველ შეხვედრას გამართავს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორი ქვეყნის სამინისტროების წარმომადგენლებს აერთიანებს. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მიმდინარე წელს დაიდება ახალი ხელშეკრულება ორ სამინისტროს შორის, რომლითაც განისაზღვრება ფართი არეალი იმ ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების, რაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის განვითარების თვალსაზრისით ორ ქვეყანას კიდევ უფრო დაახლოვებს და ახალ მიმართულებებს შეძენს.
ჩვენ შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ჩინური ენის პოპულარიზაციის თვალსაზრისით საქართველოში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ჩატარების და სხვა იმ მიმართულებებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განათლების სფეროში შემოტანას, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას და სხვა აქტუალურ საკითხებს ეხება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღოლაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დავით სონღოლაშვილი თურქეთის რესპუბლიკის სოფლის და სატყეო მეურნეობის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა აგროსასურსათო პროდუქციის ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. დავით სონღოლაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა თურქეთის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის დაშვების გადაწყვეტილებისთვის. საუბარი შეეხო ცხოველთა ვაქცინაციის თემასაც. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვრისპირა ტერიტორიებზე გაგრძელდება ერთობლივი შეწამლითი და სხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენება აზიურ ფაროსანას გასანადგურებლად. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ტყის მეურნეობის მართვის, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების მოწყობის საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მემორანდუმები, რომელიც გაფორმდა თურქულ მხარესთან, როგორც ირიგაციის მიმართულებით და წყლის მართვის მიმართულებით, ასევე აუცილებლად აღსანიშნავი არის ტყის მართვის მიმართულებით. ორივე შემთხვევაში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია გამოცდილება, რომელიც თურქეთს გააჩნია, როგორც მემორანდუმის ფარგლებში, ასევე ამ შეხვედრის ფარგლებში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. საქართველოსთან თანამშრომლობა დღითი დღე იზრდება. ჩვენ უფრო მეტად ვაძლიერებთ თანამშრომლობას მემცენარეობის, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის, ირიგაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხების კუთხით. ორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. ერთი მემორანდუმი წყლის, ირიგაციისა და დრენაჟის სფეროში ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს ეხება, ხოლო მეორე სატყეო სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას. იმედი მაქვს, ორივე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმატების მომტანი იქნება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს მაღალი დონის მინისტერიალში მონაწილეობისთვის. ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის მმართველი საბჭოს წევრები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ. დაათვალიერეს ქართული ვაზის და ხეხილის უნიკალური საკოლექციო ნარგაობები და მიიღეს ინფორმაცია ცენტრის მიერ აგრობიომრავალფეროვნების მუძიების აღდგენის, დაცვის, კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებებით განხორციელებული საქმიანობების შესახებ. გარდა ამისა, მმართველი საბჭოს სამუშაო წევრებმა მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის, მდგრადი გამოყენებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საერთაშორისო ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. სესიაზე იქნა განხილული მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხებოდა მცენარეთა გენეტიკური რესურსების როგორც მოძიებას, ასევე დაცვას, კონსერვაციას, გავრცელებას ფერმერულ მეურნეობებში. დამთავრებია დღეს მთლიანი შემადგენლობით დელეგაცია სტუმრობდა ჯიღაურას სამეცნიერო ბაზას, რომლის ფარგლებშიც მოინახულეს ხეხილოვანი კულტურების ვაზის საკოლექციო ნარგაობები, ასევე ლაბორატორიები. საქართველოს მცენარეთა გენეტიკური რესურსები აღიარებულია ევროპის კოოპერირებული პროგრამის მიერ, უკვე ცნობილია და აღიარებულია ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ და ამ კუთხით ჩვენს კავშირს ევროპასთან, ჩვენს კავშირს სამეცნიერო საზოგადოებასთან ძალზე დიდი მნიშვნელობა გააჩნია. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლებმა კასპში მდებარე ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქციაში მონაწილეობა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, კომპანიის თანამშრომლებმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. 5 ივნისი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. 1973 წლიდან კი გარემოს დაცვის დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიმყოფებით კასპის მუნიციპალიტეტში არსებული ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე. კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ვახორციელებთ დასუფთავების აქციას, სადაც ჩართულია მუნიციპალიტეტისა და კომპანიის 100-მდე თანამშრომელი. მიმდინარეობს დასუფთავების აქცია. ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებული იყო პლასმასის, ცელოფნის პარკებით და ერთობლივად ხდება აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება.
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა თემაზე საჯარო სერვისების ტრანსფორმაცია, განვითარება, ინოვაცია და ახალი შესაძლებლობები საჯარო ლექციის ფორმატში ისაუბრა. შეხვედრა სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების, ხელშეწყობასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ისახავდა მიზნად. დისკუსიის მთავარი მიზანი კი ცვლილებები იყო, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების დანერგვით საჯარო სერვისების განვითარებას განაპირობებს. ვახტანგ ჟვანიამ სტუდენტებს იუსტიციის სახლის განვითარების ხედვა გაუზიარა, ისაუბრა განხორციელებულ რეფორმებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც მოქალაქეობისთვის სახელმწიფო სერვისების მიღებას კიდევ უფრო მარტივ და ხელმისაწვდომს ხდის. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იუსტიციის სახლის სამომავლო პროექტებსა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. სტუდენტებს გავაცანით იუსტიციის სახლის კონცეფცია, მის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები, ასევე ვესაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რაც იგეგმება იუსტიციის სახლებში, ვესაუბრეთ იუსტიციის სახლების განვითარებაზე, იმ სიახლეებზე, რასაც ვნერგავთ აქტიურად. ბუნებრივად ძალიან ბევრი კითხვა გქონდათ პროცესებთან მიმართებაში, რაზეც ამომწურავი პასუხები გავეცით. თავისთავად, როდესაც საჯარო მოხელე მოდის უნივერსიტეტში, სტუდენტთან შესახვედრად, ეს უკვე მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება ფიქრობს, ზრუნავს მომავალი თაობის აღზრდაზე, მომავალი სპეციალისტების ფორმირებაზე. პრაქტიკულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ეხებოდა საჯარო სერვისებს იმ თემას, რაც ყოველდღიურად თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ადამიანს ეხება, ვისაუბრეთ იმ ინოვაციებზე და რეფორმებზე, რომლებიც იუსტიციის სახლის მიერ განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პატა პატიაშვილმა სამხედროებს უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაზე ხაზი გაისვა სამხედროების მხარდაჭერის მნიშვნელობას და მათ სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებაზე ზრუნვას. ჩემს საამაყოა, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე თავდაცვის სამინისტროში და დიდი დაფასება, რა თქმა უნდა, იმ ყველაფრისა, რომ გადმოგვეცა 35 წლის თამდა დაკავშირებით თავდაცვის ძალების მედალი. და ჩემთვის ძალიან საამაყო, რა თქმა უნდა, და ერთგვარი мотиваცია. თავდაცვის ძალებში მიღებული თითოეული ჯილდო ჩემთვის ორ მაგაცა мотиваციაა. მოგეხსენებათ სპორტში ის მაქვს სხვა ჯილდოები, მაგრამ თავდაცვის ძალების ჯილდო ყოველთვის აღემატება ამ ჯილდოებს, რადგან ეს არის ერთგვარი ყურადღება, დაფასება იმისთვის, რომ გაგვიღია ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა მინისტრის, მთელი სამინისტროს, მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადო ამ დაუმარცხებელ ბიჭებს. მათ მიერ გაკეთებული საქმე ძალიან დიდი საქმე არის ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ერისათვის, ნებისმიერი ქართველისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავლისთვის და ეს არის ძალიან დიდი мотиваცია, როდესაც ეს ადამიანებს უყურებ. საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გამოცემული ჟურნალი შემოქმედებითი საქართველო პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. მწერალთა სახლში გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებს ორენოვანი გამოცემა წარუდგინეს და ჟურნალის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გამოცემა ქვეყნის კულტურული ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს, კულტურულ მემკვიდრეობას, ლიტერატურულ, თეატრალურ და საბალეტო პროცესებს, ასევე მიმდინარე კულტურულ მოვლენებსა და ღონისძიებებს. არაჩვეულებრივი პროექტია მართლა, რომელიც გააერთიანებს მთელი საქართველოს სახელოვნებო სივრცეს, კრიტიკას, ჟურნალისტიკას და ვფიქრობ, რომ კიდე ერთ საინტერესო აღმოჩენას გააკეთებს ეს ჟურნალი. როგორც საავტორო თვალსაზრისით, ისე თემატიკის თვალსაზრისით და მართლა ძალიან დიდი საქმეა, რომ ბეჭდური ესეთი მედია იყოს განვითარებული მაღალ ხარისხიან დონეზე. როდესაც გავიცანით პროექტს, მივხვდით, რომ ეს იქნებოდა ისეთი ჟურნალი, რომელიც მოგცემდა საშუალებას უფრო გაგვემყარებინა კულტურული მემკვიდრეობა, ამავდროულად გაგვეცოცხლებინა ადამიანური ისტორიები და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ყოველივე. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ეს ჟურნალი გამოვიდა დღის სინათლეზე და ჩატარდა მისი პრეზენტაცია. შემოქმედებითი საქართველო არის ჟურნალი კულტურისა და ხელოვნების შესახებ. და დიდი იმედი გვაქვს, რომ კვარტალურად, ანუ სამთვეში ერთხელ თავს უყრის სწორედ ისეთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებს ყველა მიმართულებით, ყველა დარგიდან, თეატრიდან, კინოდან, ლიტერატურის სფეროდან, მუსიკიდან და ასე შემდეგ, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გაჩნდა ახალი სივრცე, ახალი კუნძული, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენს სახელოვნებო საგამომცემლო სფეროში, ადგილი, სადაც საუბრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე და თანამედროვეობაზე.
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებს კლასიკურ ჭოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 12 медალი მოიპოვეს, მათ შორის 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო ადგილები დაიკავა. ოქროს მედლები მოიპოვეს სოფიკო კვანჭიანმა და გოდერძი ქარცივაძემ, რომლებმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ სპორტსმენს ამ შედეგისთვის. განსაკუთრებულად აღსანიშნავია სოფიკო კვანჭიანი, რომელიც პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დავიკავე პირველი ადგილი და გავხდი პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი სპორტის ამ სახეობაში საქართველოდან. მოლოდინები გქონდა, იმიტომ რომ წინასწარ განაცხადში ვიყავი პირველ ადგილზე. ავწია 181 კილო, მოხსენი მსოფლიო რეკორდი და გავხდი კოეფიციენტით ყველაზე საუკეთესო სპორტსმენი და ამწევი. საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა საქართველო. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო სპორტის სამინისტროს გვერდში დგომისათვის, რომ სპორტის სამინისტრო და ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებდით ამ დიდ მსოფლიო ჩემპიონატზე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი ქიმია მეცნიერება ჩვენს ცხოვრებაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მეცნიერებმა, სტუდენტებმა და მოსწავლეებმა სხვადასხვა ექსპერიმენტული ცდა წარმოადგინეს და ქიმიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ყოველდღიურ ცხოვრებასა და თანამედროვე მეცნიერებაში. პროექტი ბათუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტის ავტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ნარგიზ გეგრელიძეა. ეს გახლავთ პროექტი, რომელიც დაკავშირებულია ქიმიის სწავლების განვითარებასთან და ზოგადად ახალგაზრდების ჩართულობასთან ექსპერიმენტულ ან STEM-ის პროცესებში და რაც შეეხება ბათუმის უნივერსიტეტის წვლილს, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ მესამე მისიის შესრულებას, ეს გახლავთ უნივერსიტეტების ჩართულობა საზოგადოებრივ პროგრამებში და პროექტებში. საფუძველი უფრო ეყრება და უფრო გაღრმავდება შემდგომში ერთობლივი პროექტების, ერთობლივი ექსპერიმენტების ჩატარებას და ოდნავ ჩვენს წვლილსაც შევიტანთ ქიმიის დაინტერესებით მოსწავლეებში, სტუდენტებში და ასე შემდეგ. დღეს სკოლის მოსწავლეებს გავაცანით ბუფერულ ხსნარზე მუშაობა და მათი პH-ის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლებოდა მისი მჟავიანობის ან ტუტიანობის განსაზღვრა. აქედან გამომდინარე მოსწავლეებიც მაქსიმალურად ვეცადეთ ჩაგვერთოთ და მათი ხელით გაეკეთებინათ ეს ყველაფერი, თუ რამდენად საინტერესო მოხდებოდა ამ პროცესების მათი ხელით ჩატარება. ქობულეთში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სამღერის საღამო გაიმართა, რომელიც ცნობილი მომღერლის დაბადებიდან 73 წლის თავს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუსიკალური ანსამბლების სოლო შემსრულებლები, ოჯახის წევრები და მეგობრები. საღამოზე შესრულდა გურამ თამაზაშვილის რეპერტუარიდან ცნობილი ქართული სიმღერები და კიდევ ერთხელ გაისვა ხაზი მის განსაკუთრებულ ღვაწლს ქართული ფოლკლორის განვითარებაში. დიდმა გურამმა თამაზაშვილმა კიდევ ერთხელ შევკვრიფა ერთად თელი ქობულეთი, თელი აჭარა, თელი საქართველოს შეიძლება ითქვას. მისი მეგობრები, უფროსი თაობა, დღევანდელი ახალგაზრდობა, ყველა ერთიანად ვიყავით და გვიხაროდა დიდი გურამის შემოქმედება. მადლობა მას დაუვიწყარი სიყვარულისთვის, ურთიერთობისთვის, მეგობრობისთვის. ყველაზე ძალიან რაც მახარებს არის, რომ მამას თელი ღვაწლი ქართულ სიმღერაში ესე ლამაზად ღირსეულად გადაეცა თაობებს და გრძელდება ეს ლამაზი ტრადიცია, ქართული სიმღერა უკვდავია და ვარავით ძალიან ბედნიერი. ახალი ამბავი პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება დროებით.